როგორი იქნებოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოზიცია უკრაინის ევროპელი მოკავშირეებისა და თავად ალიანსის მიმართ? ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც სამიტამდე არსებობდა. რა პასუხი გასცა სამიტმა ამ კითხვებს და რა საკითხები დარჩა ღიად? ამ თემაზე შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების თადარიგის სრულ რეარ ადმირალს მარკ მონტგომერის ესაუბრა ინდეპენდენს ავენიუ მედიას აღმასრულებელი რედაქტორი ქართლო შარაშეინძე და ის ახლა ვაშინგტონიდან გვერდება. რთული დასაწყისის მიუხედავად შეიძლება ითქვას, რომ ნატო სამიტი წარმატებული იყო. ასე აფასებს ანკარაში გამართულ ალიანსის სამიტს შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ფლოტის თადარიგის ადმირალი. მარკ მონტგომერი საუბრობს სამიტის მნიშვნელოვან მიღწევებზე, თუმცა ამასთან ერთად ის ამბობს, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის გრძელვადიან პოლიტიკასთან დაკავშირებით ევროპელ მოკავშირეებს კვლავ სიფრთხილე მართეთ. ვიტყოდი, რომ სამიტი წარმატებული იყო. უპირველესად სამიტებისთვის წარმატების მიღწევის ზღვარი არც ისე მაღალია. მეორე კი ისაა, რომ მიუხედავად ძალიან ცუდი დასაწყისისა, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ყოველგვარი აშკარა მიზეზების გარეშე დაუპირისპირდა ევროპელ მოკავშირეებს, საბოლოოდ სამიტი შინაარსიან განხილვაში გადაიზარდა. განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის და უკრაინისთვის საჭირო მხარდაჭერის შესახებ. ეს მნიშვნელოვანი შედეგია, თუმცა არის საკითხები, რომლებიც კვლავ მაფიქრებს, მაგალითად ამერიკის სამხედრო ძალების განლაგება ევროპაში. ეს თემა პირდაპირ არ განხილულა და არ გამოურიცხა, რომ უახლოეს კვირებში ან თვეებში ვიხილოთ შეერთებული შტატების ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ დადებით დინამიკას შეასუსტებს, რომელიც სამიტის ბოლოს გამოჩნდა. ამიტომ ვიტყოდი, რომ სამიტი ცუდად დაიწყო, მაგრამ ძლიერად დასრულდა. რაც შეეხება ტრამპის როგორც მოკავშირის სანდოობას, ფიქრობ, ამის შესახებ სამიტამდე არსებული შეხედულება არ შეცვლილა. მიზეზი ისაა, რომ ძალიან ბევრი რამ უკვე მოხდა. იყო გრენლანდიასთან დაკავშირებული მუქარები, უკრაინის მიმართ მხარდაჭერის შემცირება, ევროპაში ამერიკული ძალების განლაგებასთან დაკავშირებული ნაბიჯები, რომლებიც პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში მოკავშირეებთან კონსულტაციის გარეშე გადაიდგა. ეს ყველაფერი უკვე მოხდა და ამას ვეღარ წაშლი. ამიტომ ფიქრობ, რომ ამერიკის ნატოელი მოკავშირეებისთვის გონივრული იქნება პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში სიფრთხილე შეინარჩუნონ. მონტგომერის შეფასებით ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის მიმართ ახლა უკვე შესაძლოა განსხვავებულ მიდგომას იჩენდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები უკრაინას უფლებას მისცემს პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემები თავად აწარმოოს. თუმცა მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინამ შეინარჩუნოს თავდაცვის სისტემების საკუთარი წარმოება. რუსეთის პოზიციაში რო ვიყო შეშფოთებული ვიქნებოდი. სამიტმა სცადა უკრაინის ყველაზე დიდი სისუსტის, საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო გზაგადამჭრელი რაკეტების დეფიციტის მოგვარება. ასევე იყო საუბარი იმაზე, როგორ შეიძლება ერთად ვიმუშაოთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. ეს ისეთი თემებია, რომლის შესახებაც შეერთებული შტატებისგან არც ბაიდენის და არც ტრამპის ადმინისტრაციის დროს აქამდე არ მოგვისმენია. ახლა ყველა სიგნალი იმაზე მიუთითებს, რომ უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა უმჯობესდება. ფიქრობ, ეს პირველ რიგში პრეზიდენტ ტრამპის სურვილით არის განპირობებული. ხარი დაუჭიროს გამარჯვებულს. უკრაინა კი აშკარად გამარჯვებულის პოზიციაშია. ამასთან ვფიქრობ, გარღვევა მოხდა იმ რუსულ დეზინფორმაციაში, რომელიც პრეზიდენტის ირგვლივაა. მგონია, რომ ამ გავლენის ნაწილი უკვე დაძლეულია. ამ სამიტის შემდეგ აშკარად შეინიშნება ამერიკის, ევროპისა და უკრაინის თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მიმართული დინამიკა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი დღეს ზელენსკის სხვაგვარად უყურებს. არ ვამბობ, რომ შობას მას ვახშამზე მიიწევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპი ახლა ზელენსკის გამარჯვებულად აღიქვამს. მას ესმის, რომ უკრაინას აქვს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო სიძლიერე იმისთვის, რომ ეს ომი გადაიტანოს და რუსეთს გაუძლოს. ახლა მთავარი ამოცანაა რუსეთის შეტევების ჩაშლა გაგრძელდეს და წინსვლის შესაძლებლობა არ მიეცეს. ადმირალ მონტგომერის შეფასებით ანკარის სამიტმა ნატოსთვის პოზიტიური იმპულსი შექმნა. თუმცა ახლა კითხვა ის არის, გადაიზრდება თუ არა ეს მოლოდინები და გზავნილები პოლიტიკურ ნაბიჯებში.